შავი მთვარე გონების მართალ პლანეტას რო უერთდება, მერკურს. აი, ძალიან გავს ლილიტი ტყუპი, ლილიტი მერკურის შეერთება, ან ლილიტი მესამე სახლით. სიმძაფრით გამოირჩევა სხვადასხვა კომბინაცია, ხო? მერკური რა არის? ეს არის კომუნიკაცია და კონტაქტი, ურთიერთობა ადამიანებთან. აი ხა ჩემ გამოცდილებას გეტყვით, გინდ ლილიტ ტყუპებთან რომ აქვს ურთიერთობა? მე ყველას ესე არ გულისხმობ, მაგრამ უმეტესად, აი ძალიან გამოხატული არის ხოლმე, ან მერკური ლილიტის შეერთება, ხო? აი იწყებ ლაპარაკს და უკვე გმუტავენ, აი იქით იყურება, კონტაქტზე არ არის შენთან. ელოდება, როდის დაასრულებს საუბარს. აი მე რო დაიწყებს და დაიწყებს, ხო? ანუ ეს არის როგორ რაღაც იცით, ტყუპი და მერკური თუ არის კონტაქტი. მე ჩართული ვარ შენ რომ ისმენ და მე რო ჩართული ვარ როცა ვლაპარაკობ, შენ მისმენ. ანუ კონტაქტი ენერგეტიკულ დონეზე, ემოციურ დონეზე, ფსიქოლოგიურ დონეზე, ინტელექტუალურ დონეზე, გულის დონეზე, ხო, აქ უნდა იყოს სრული კონტაქტი. რაც ელენა ტყუპებს მაგის პრობლემა არ აქვს, ისინი ჩართულები არიან, თლიანად ჩვენთან არიან, კონტაქტზე არიან. ლილიტი მერკურის შეერთება კონტაქტზე არ არის. ამას თან გონია რომ კონტაქტზეა, გელაპარაკე, კი, გისმენ. და ოღონდ როგორ უსმენ, იცით, მერკური ლილიტი, აი წარმოიდგინეთ კომპიუტერი, რომ აი ესე ამუშავებს ინფორმაციას. ეგრევე კომბინაციები, მერკური რა არის, ანალიტიკა. ესე მითხრა, ეხლა აქ უნდა დავახარისხო ინფორმაცია, ეხლა სწორად გავიგე, არა, ანალიზი იწყებს, ობსესი იწყებს ფაქტიურად, რომ დავაბრუნო. ამის ენერგეტიკული მიღება არ ხდება, ამის მხოლოდ ტვინში, აი ესე სტრუქტურაში მიღება, გარჩევა და დაბრუნება. ამიტომ ხშირად, როცა ყავთ პარტნიორი ლილიტი მერკურის შეერთების, ხო, სიტყვაზე, აქვთ განცდა, რომ არ ესმის ამ ადამიანს მისი, ან ვერ ამუშავებს ინტელექტუალურად ინფორმაციას, ვერ ხვდებიან. უბრალოდ აქვთ მოთხოვნილება მას, რომ უსმინონ, მე კლასიკურ ფორმულას გიყვებით, რაც წერია. ტვინი ვერ ამუშავებს, ვერ აწარმოებს ინფორმაციას, ესე იგი რაღაც უნდა მივიღო, დავამუშავო, გავუშვა. ეხლა მე გეუბნებით ეს ძალიან ძიმე გამოვლენაში. ყველაზე მარტივი არის, რომ ლაპარაკის მოთხოვნილება და მოსმენის მოთხოვნილება აქვთ და სულ გამოდიან სიტყვით შეიძლება გამოდიდეს ეს ადამიანი კონტაქტებში იყოს ჩართული იმისთვის უბრალოდ რომ აი ეს ეგო დაიკმაყოფილოს, იმიტომ რომ არაცნობიერად ხო იცის, რომ ეს პრობლემა აქვს, არაცნობიერად ხო იცის, რომ მე კი ბევრს ვლაპარაკობ, ვამუშავებ ინფორმაციებს, მაგრამ რეალურ კონტაქტზე არა ვარ გარესამყაროსთან. ლილიტ ტყუპსაც იგივე აქ რეალურად კონტაქტზე არ არის გარესამყაროსთან, მაგრამ აქაც დამუშავება შეიძლება. შეიძლება მართლა მაგარი ინტელექტუალი გახდეს ადამიანი, მართლა კომუნიკაციაში მართავდეს